ენგურის ხიდზე ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით აფხაზეთის დღე აღნიშნეს. ღონისძიებაზე აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის თემაზე ლექსები წაიკითხეს. შესრულდა სიმღერა აფხაზურ ენაზე. ჩვენ დავბრუნდებით ამ სლოგანით მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა აფხაზებს შერიგებისა და ერთად თანაცხოვრების გზავნილი გაუგზავნეს. ულოცავ აფხაზებს ჩვენ ძმებს, ულოცავ სულ ყველას ენგურის გაღმა ვინ ცხოვრობს, ულოცავენ ბავშვები. აქეთა აფხაზეთელებს ულოცავ წარმატებას, ბედნიერებას, სახში დაბრუნებას. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა შერიგების ნიშნად ღონისძიების დასასრულ ჰაერში ფრანი და მტრედები გაუშვეს. დარწმუნებული ვარ, რომ წვეთ-წვეთად ის ოცნება, რომელსაც დაბრუნების სურვილი ქვია აფხაზეთში, შეივსება თანამემამულეთა თანადგომით, დიდ ოკეანეში ქცევა და ოკეანეში ჩვენი გემი მიადგება იმ ულამაზეს ნაპირს, რომელსაც აფხაზეთი ქვია. ეს მითია და ის მალე რეალობად იქცევა. აფხაზეთობის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა. დასკვნითი ღონისძიება ზუგდიდში შალვა დადიანის სახელობის თეატრში გაიმართა. აფხაზეთობა 23 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კუთხევით დაწესდა.